განსხვავებული თამაში ვიხილეთ თურქეთის და ბულგარეთის თამაშის მერე. და ამისთვის ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ 2 დღეში მოახერხეს ძალების აღდგენაც, ზუსტად გაიაზრეს თუ რა იყო სამწუთენო შტაბის დავალება და ძალიან კარგად დასრულდა ჩვენ სასარგებლოდ, თუმცა გამოყოფ გიო მამარდაშვილი რო არ ყოფილიყო ესეთი დონის მეკარე რო არ ყავდეს პირველ წუთზე კაცმარიცის კიდე რა მოხდებოდა, იმიტომ რომ 99% გოლი აიღო, ესე რომ ვთქვათ. და მან თამაში სრულად შემოატრიალა. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, იმიტომ რომ ჭირდებოდა რა თქმა უნდა მოგება, იმიტომ რომ უნდა დავაგროვოთ ქულები, მაქსიმალური ქულები უნდა ავიღოთ თითოეულ გუნდთან და არა მხოლოდ ქულები, ჩემი აზრით ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც დავგეგმეთ, ეს ყველაფერი გამოგვივიდა და ძალიან ბედნიერები ვართ. რაც შეეხება დღის დაგვირგვინებას, ალბათ უცბად რომ დავინახე იქ საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა კალათბურთში მოიგეს, რა ესე ვიყავი, ბიჭოს ვეკითხებოდი მართალი იყო თუ არა და რა ვიცი. აქედან მივულოცავ მათ, ძალიან გაგვახარეს და იმედია კიდევ წინ გავიდე. ბავშვობის ოცნება ავიხდინე და სავსე დინამოზე გავიტანე გოლი, მაგრამ ეს უმთავრესი არ იყო, უმთავრესი იყო ის, რომ წაგებული თურქეთთან წაგებული თამაშის შემდეგ გამოვედით დღეს მინდორზე და მოვიგეთ 3 ქულა მოვიპოვეთ, ჩვენთვის ეს იყო უმთავრესი. გულშემატკივრის საოცარი ატმოსფერო მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში წვიმდა, ცუდი ამინდი იყო, გულშემატკივრების ხარაჭერას ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში გრძნობდით, მადლობა მათ კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ქოლმაგერს ამისთვის. და ვისარგებლეთ თქვენი შემთხვევით და მიულოცო სრულიად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვება, სასიხარულო იყო, გაგვახარეს ბიჭებმა კარგი. მიყარეთ თუნდაც დავეხმარე, თავიდან ცუდად დავიწყეთ, ცოტა შეგვიქნეს მომენტი და ცუდი იქნებოდა რომ გაგვეშვა მეორე თამაშივე სწრაფი გოლი და მიხარია რომ ავიღე და გუნდს დავეხმარე. კაშოს გარეშე ვითამაშეთ, პირველად ვითამაშე მგონი კაშოს გარეშე ნაკრებში, რა თქმა უნდა მის გამოცდილება როცა გაკლია, უკან ლიდერი გჭირდება და მაგრამ ჩემი აზრით ბიჭებმა კარგად გაართვეს თავი. ახალი თაობის ლიდერი ყავდა დღეს მოედანზე კვარა სახით და ერთ-ერთი მართლაც კარგი ლიდერია კვარა.